კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. საქართველოს პრეზიდენტი გენერალური დებატების ფარგლებში გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს 25 სექტემბერს სიტყვით მიმართავს. მანამდე კი მიხეილ ყავალაშვილს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად გენერალური ასამბლეის მე-14 სესიის გახსნის ცერემონიაზე უმასპინძლა. შეხვედრას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ყავალაშვილი კოლეგებს შვეიცარიის, პოლონეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს გაესაუბრა. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების ცნობით ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე საერთო გამოწვევების დაძლევის მიზნით. მინისტრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმშელეს, გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სწორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის როლს არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით. კიდევ ერთი შეხვედრა შედგა სერბ კოლეგასთან, მხარეები მიესალმნენ სერბული მხარის გადაწყვეტილებას თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის. ასევე მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას პიტერ სიარდო შეხვდა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს და არის არამხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მიწვევის საკითხი გამოყენებული იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგისა და პოლარიზაციის წასახალისებლად. საგარეო სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებენ საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, არის არამხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად. ის რაც ევროკავშირის ელჩისთვის პრივილეგიაა, პოლიტიკური დემარშია მმართველი გუნდისთვის. პაველ ჰერჩინსკი ძალადობრივი და შეურაცხყოფელი გზავნილების ავტორ, აქტივისტ ანანო ცინძებაძესთან ერთად პროექტებზე მუშაობს და მას პრივილეგიად აფასებს, ხოლო თავდასხმას და დევნას უწოდებს ჟურნალისტის მცდელობასა და ვალდებულებას მიიღოს პასუხი კითხვაზე, რომელიც ქრონიკამ საელჩოში 2 კვირის წინ გააგზავნა, რეაგირება კი არ მოჰყოლია. გაირკვა, რომ ელჩმა მის შესახებ ინფორმაცია მოიძია, იმედის რეპორტაჟებსაც გაეცნო, შესაბამისად იცის რა მოწოდებებს ავრცელებს ცინცაბაძე, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. არ იმსახურებს საქართველოს ზოგადად ესეთ დამოკიდებულებას. ხაზგასმით დადგე იმ ადამიანთან, ვინც აი ამ ექსტრემისტულ საქმიანობაში და აი ამ აქტივობებში არის ჩართული. ეს რაღაც პოლიტიკური დემარშს უფრო გავს. ხომ ესმის რო განცხადება გააკეთო, რომ არ შეიძლება ესე მოქცევა, რომ არჩევნებია და არ შეიძლება ექსტრემისტული რაღაცა აი ამ აქტივობების განვითარება. სისხლის ღრა არ შეიძლება და შეიძლება შეხვდე ეგრე ნებისმიერს. მაგრამ ესე ხაზგასმით შეხვედრა მით უმეტეს ეს თბილი ურთიერთობები რაღაც გარკვეულ პოლიტიკური დემარშის ხასიათს ატარებს და გულდასაწყვეტია.
რადიკალების რადიკალური გეგმები 4 ოქტომბრისთვის წამოწდენები ხელისუფლების ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის გზებზე და პირდაპირ ინსტრუქციები სახელმწიფო დაწესებულებებისა და ინფრასტრუქტურის პიკეტირებასთან დაკავშირებით. დესტრუქციული სცენარის ერთ-ერთ ნაწილს ნაცმოძრაობის რეჟიმის მინისტრი და ყოფილი დეპუტატი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში თანამოაზრებს უზიარებს და მარტივი მათემატიკური გამოთვლებით პიკეტირების გეგმას თავაზობს. მართლგუნდში ამბობენ, რომ პროცესების რადიკალიზაციასა და ქვეყნის არავის საშუალებას არავის მისცემენ და ვინც კანონის ფარგლებს გასცდება, პასუხს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს. 13 წელია ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორც ცდილობენ ხელოვნური ქაოსის შექმნას ქვეყანაში, ანუ უკვე მე რამდენი რევოლუციის მცდელობა ჩაუვარდა წყალში, თვლაც ფიზიკურად ამერია, ისინი ეცდებიან, რომ ქვეყანა არიონ, თუმცა არავის არ მიცვეთ ამის საშუალებას და 4 ოქტომბერი ჩაივლის საარჩევნო დღე ძალიან მშვიდ გარემოში, ხოლო შემდეგ უკვე რა დესტრუქციის, ასე ვთქვათ, შემოტანასაც შეეცდებიან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აღკვეთილი იქნება, თუ ისინი გავლენ კანონის ფარგლებიდან, რაც სავსებით მოსალოდნელი არის, აბსოლუტურად ყველა ადამიანი აგებს ამისთვის პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. საუბრობენ რაღაცა პიკეტირებაზე, რაღაც აბსურდულ ციფრებზე, 100,000 ადამიანი კი არა, არ გამოდის 2-3,000 ადამიანიც კი, მათი მიზანი არის თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანი იყოს, ოღონდ იყოს ძალადობრივი აქცია. თბილისის ისტორიულ უბანს კიდევ ერთი განახლებული საცხოვრებელი კომპლექსი შეემატა თბილისის განვითარების ფონდმა ჩუღურეთის რაიონში წინამძღვრსვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის საძირკველი, აღდგა დაზიანებული კედლები და ღიობები, განახლდა ფასადის დაზიანებული ნაწილი, სახურავი და კარფანჯრები. ეზოს მხარეს არსებული ფასადი კი აგურით მოპირკეთდა. გარდა ამისა, ეზოში მოეწყო ლითონის კიბე და მხატვრული განათება. პროექტს თბილისის მერი გაეცნო. აქ იყო ძალიან მძიმე სიტუაცია, ავარიული შენობა ნაგებობა, შენობის ერთი ფლიგელი ჩამოიშალა, იყო მიწისქვეშა წყლების სერიოზული შემოდინება. გარკვეული დროის განმავლობაში 78 ოჯახი, ვინც აქ ცხოვრობდა, დროებით ქირით ყავდა გაყვანილი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოთმინებისთვის ამ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, თუმცა ღირდა მოთმინებად, იმიტომ რომ ხედავთ როგორი ლამაზია, როგორი მოწესრიგებულია, გარემონტებული საცხოვრებელი პარტები უკვე გადაეცა ამ ოჯახებს, ულოცავ ყველას. დაახლოებით 16 მილიონზე მეტი დაჯდა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, გარდა ამისა, როგორც შიდა ინტერიერში ხედავთ, ასევე კარი ფასადურად მხატვრული ნიათების სამუშაოც ჩატარებულია, მოეწყო კონსტრუქციული გამაგრება, მოჩარჩოება, კი ხედავთ როგორი სიტუაცია გვაქვს უშუალოდ ფასადზე. უმნიშვნელოვანესი დღე არის როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი 75 ოჯახისთვის, რომელიც მოუთმენლად ელის გადმოსვას ამ სილამაზესთან შერწყმას და ცხოვრების და სიცოცხლის ბედნიერ გაგრძელებას. დედაქალაქის საკრებულოს თაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო მოახლოებულ არჩევნებსა და ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობას დედაქალაქის განვითარების საქმეში. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გავამართეთ შეხვედრა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან თაწმინდის რაიონის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვინაიდან ჩვენ ახალგაზრდებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა პირველ ნაბიჯებს გამენ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახალა ბუჩიძე დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ყვარლის ასმერთისა და წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს დასახლებებში. დევნილებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს როგორც მათი ყოველდღიური საჭიროებები და პრობლემები, ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და სოციალური მხარდაჭერის კუთხით. მათ ძალიან რთული მდგომარეობის მიუხედავად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და მხარდაჭერა მათი მხრიდან დარწმუნებული ვარ, იქნება მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ჩვენი ერთობლივი მუშაობით. ვისაუბრეთ მათ პრობლემებზე, გავგეგმეთ ამ პრობლემების მოგვარება. ვფიქრობ, ის პრობლემები, რაც მოსახლეობას ამ ორ კონკრეტულ მისამართზე აწუხებს, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ის პრობლემები, რაც დგას და ის გამოწვევები მათ წინაშე მყისიერად აღმოვხრათ და ჩვენი აფხაზეთის მთავრობის რესურსით მოახდინოთ მყისიერი რეაგირება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაური აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. სამჯერად იგი 9 აპრილისა და წარსმელის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ვარლამ ციკლაური თანამოქალაქეებს ესაუბრა იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით ხორციელდება. ცნობისთვის 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს ახალი საჯარო სკოლისა და კინოკლუბის სამშენებლო სამუშაოები. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, გავაცანი სამომავლო გეგმები, როგორ ხედავ ქალაქის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის მიმდებარედ შენდება სწორედ ახალი სკოლა, კინოკლუბი და მედიათეკა, რაც ახალგაზრდებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ქალაქის მასშტაბით სამი შეხვედრა დავასრულეთ. 9 აპრილის ქუჩაზე მოსახლეობის საჭიროებები მოვისმინეთ და შევპირდით მათ, რომ პრიორიტეტების მიხედვით გადავჭრით ადეკვატურ დროში მათ საჭიროებებს. გრძელდება შეხვედრები კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატთან ერთად ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. იმშელეს არსებულ საჭიროებებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს როგორც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხები, ისე სოციალური საჭიროებები და სამომავლო პროექტები. ქუთაისში გავეცანით ვითარებას, არის გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემები, შენობის ფასადის მოპირკეთების, შიდა სივრცის მოპირკეთების და კეთილმოწყობის და უსწრაფეს ვადებში დაიწყება ეს სამუშაოები და ჩვენი დევნილები აუცილებლად ღირსეულ პირობებში გააგრძელებენ ცხოვრებას. ვისმენთ მათ პრობლემებს და ერთობლივი ძალებით აფხაზეთის მთავრობა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვპირდებით, რომ დროულად იქნება ყველა აღნიშნული პრობლემა ჩვენამდე მოტანილი. არტ გალერეა ნობლისში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ნოდარ თოფურიას მხატვრული მემკვიდრეობის გამოფენა გაიხსნა. გაიმართა წიგნის ცისდღე პრეზენტაცია. გალერეაში წარმოდგენილია მხატვრის მიერ შესრულებული სხვადასხვა ქანდაკება და ფერწერული ნიმუშები. გამოფენა დაამთვალიერებლებს 15 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ეს უნდა ყოფილიყო ამ გამოფენის კატალოგი და უნდა ყოფილიყო პატარა წინასწარმეტყველება. მაგრამ შემდეგ უკვე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ გამოვიდა თავისებური მონოგრაფია. ძალიან ვეცადეთ ამ ნოდარ თოფურიას რაღაც არაჩვეულებრივი შემოქმედება, ძალიან ნიუანსური, რაღაცა მაქსიმალურად საინტერესოდ ყოფილიყო წარმოჩენილი. ეს წიგნი ცალკე შესაძლებლობას იძლევა ნოდარ თოფურიას შემოქმედებასთან უფრო ინტიმური ურთიერთობის. ჩემთვის აი ამ მასშტაბით ნოდარ თოფურიას შემოქმედება აღმოჩენა და ისეთი ქანდაკებაა, რომ აი მართლა მგონია, რომ რაღაცა სრულიად სხვა თავგადასავალი და სხვა სიმაღლეების დამხრობა ელოდება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 10 საათზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მე დროებით გემშვიდობებით.